დღეს დილით თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს 5 მოქალაქე სამშობლოში ჩამოასვენეს სარფის საზაზღვრო გამშვებ პუნქტამდე გარდაცვლილების ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს საკონსულო მუზრუნველყო. საკუთარ სახლებამდე კი ისინი მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი რეანიმობილებით გადაასვენეს. გარდაცვლილთა ოჯახებს ადგილობრივი გამგეობები ასევე ფინანსურ დახმარებასაც გაუწევენ. ხუთივე მათგანი სამეგრელოს მკვიდრია. თურქული მედია საშუალებების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს 7 მოქალაქე ერთ-ერთ საწარმოში მუშად მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ისინი კუსტერულად დამზადებული ალკოჰოლით მოიწამლენ, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. თურქული მედია საშუალებების ინფორმაციით ფაქტი ქარხანა პლატაზეს თანამშრომელმა აღმოაჩინა. ამ ეტაპზე 2 მოწამლული ქართველი მკურნალობის კურს სახელმწიფო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ქართველების გარდაცვალების მიზეზებს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. ქართველებთან ნოემბრიდან მუშაობ ყოველთვის თავის დროზე მოდიოდნენ სამსახურში. ინციდენტის დღეს, როცა ქარხანაში არ გამოცხადდნენ, გამიშვეს მათთან სახლში ამბის მოსაკითხად. დილიდან მივედი მათ საცხოვრებელ სახლში და 7-ვე უგონო მდგომარეობაში ვნახე. მაშინვე შევატყობინე ადგილობრივ სამართალდამცავებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. როცა ექიმები ადგილზე მოვიდნენ, 4 მათგანი გარდაცვლილი იყო. 3 კი მძიმე მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთი ქართველი იქ გარდაიცვალა. 25 ნოემბერს გადავიდნენ და გადაგვეცა საზღვარი სამუშაოს და ჩვენთვის ცნობილია რომ მოიწამდნენ ალკოჰოლური სპირტების გადმოშონება მოხდა ესე იგი თურქეთიდან მოასვენებს საკონსულოს ორგანიზებით და პასუხისმგებლობით მოხდა ყველაფერი სარფამდე და სარფის შემდეგ უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებია ჩართული. მოგეხსენებათ, ერთი არის სუღდიდიდან, ერთი სენაკიდან და 3 არის საფაშის მუნიციპალიტეტიდან და ორგანიზებას ამას ყველაფერს უკვე აქედან ოჯახებში გადასვენებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტები.